მოგესალმებით, გადაცემა ღვინო მიყვარს. ჩვენი შემდეგი სტუმარი იქნება ირაკლი ჩოლობარგია. ირაკლი არის ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი და დარგში ასევე აქვს ძალიან დიდი გამოცდილება უფრო მარკეტინგული და ბრენდინგის კუთხით. რამე თუ ირაკლიმ თვითონაც შექმნა თავის ღვინოები, ასევე თანამონაწილე იყო რირაოს პროექტის და რირაოს ბრენდის შექმნაში მონაწილეობდა. ირაკლისთან საუბრები იქნება ძალიან საინტერესო, გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას, თავის შეფასებებს გააკეთებს ჩვენ Crash 525 სერვისებთან მიმართებაში. გამოგვიწერეთ YouTube არხზე Crash 525 და Facebook გვერდზე. ყოველ ოთხშაბათს უყურეთ ჩვენ სრულ გადაცემას. მადლობა მოწვევისთვის, ერთ-ერთი ჩემი სავალე ადგილია. Crash 525 ეს გოგოს ისეთი დამსახურება ადგილი შექმნა ყოველთვის იმისა. რაღაც მასტერმაინდი იყო რაღაც დიდ რაღაცებში. ძალიან მაგარი შენობია ხოლმე და ვერ გამოვიზარდე ასე ხო? დიდი სკოლა და საერთოდ იყო GVS-ის, რომელიც პირველად და შექმნა ლევან ბაჭი და მისი ესა ეს ჩვენი არის ზოგადად აკადემიური განვითარებაში ერთ-ერთი ინდი აგური უდედა ადამიანს და ეს იყო 30-იან წლებში საერთოდ დაიშალა თორე ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო რომელიც ეს ფართოდ დაშორაზე გამოვიდა თავისი ბრენდინგით თავის ყველაფერი თავის ადგილზე რაც იყო. ლევანი გამოყენებოდა ეს არც არის ის თავარი ტვინი ამის აი ეს მივიდო ხო ლევანი და ხო, ირაკლი, მე ეს ხო იცოდა თუ იმას მოყვა მე გახსოვს მე ლევანი კოპერიზე მოვიდა ჩვენთან ამ იმიდა გავუწე მე თითების ის იყო ხო ეხლა იქ ლევანის ოპერას იდეა იყო მაგრამ შენი მარანი არის ახლა მე შეგვიძლია რომ ჩემი ისა შველი ზაღავეთი აქ ჩემი მარანი არის ეს კი არა ეს დამოჩის მარანი სადა შემილია მარკეტინგში შენ გამოიყენე ხო სადა შემილია ანუ ეს ტექნიკური ნაწილები შორდება ანუ ეს ამხელა ინვესტიცია შორდება გავიგო და უკვე საოპერაციო რეჟიმში გადავდივარ უკვე ჩემ არიფაცია ამის პრომოციას გავაკეთებ შენ ამ შემთხვევაში ეს ლევანი რომ ზოგავ მარკეტინგი და რა აბარა ესე ვაბუდოთ ყველა ბიზნესი ეგეა ორი დიდი ნაწილისგან შედგება ეს ეძახიან ერთი არის ხარჯების ცენტრი და მეორე არის მოგების ცენტრი ხარჯების ცენტრი რა შექმნა რა წარმოება ლოჯისტიკა ტრანსპორტირება სტაფი ანუ რაც ეხმარება ყველაფერს თუ მოგება დადოს და მოგების ცენტრი არის მარკეტინგი გენერაცია მარკეტინგი პრომოუშენი და გაგიგები ხო მაგრამ ეს უნდა გქონდეს რაღაცა რომ ეს გამოიმუშაო ხო ეს კიდე უნდა დავუბრუნდო ბრენდინგი აი ეს ამას შვება აუ ეხმარება პირველი ღვინო ყარა ღვინოზე ყველა უნდა გამოირჩეო